წარმოთქმა ეს ის ელემენტია, რომელიც კრავს ენას. ეს არის ის, რაც შენს თავში აერთიანებს მოსმენის და საუბრის უნარს. ჩემი პირადი მაგალითი შემიძლია გაგიზიაროთ. ბევრ დონეზე ვიცოდი ენა, როდესაც მაინც მიჭირდა უცხოელებთან საუბარი, ანუ ზოგადად საუბარი მაკომპლექსებდა. მეგონა რა ყოველთვის აი რაღაც ლექსიკაზე მჭირდებოდა მუშაობა, გრამატიკის დახვეწა მჭირდებოდა, მეგონა რომ დაუშვებდი ბევრ შესთამას თუ კი დავიწყებდი საუბარს. ძალიან მიჭირდა ფილმების ყურება სუბტიტრების გარეშე. საინტერესო მომენტი ის იყო, რომ როდესაც ფრაზას ვერ ვგებულობდი, დავაპაუზებდი და პირობითად სუბტიტრებს მერე ჩავრთავდი, ხო? მანამდე ვუსმენდი სუბტიტრების გარეშე მერე. ვერ გავიგებდი, დავაპაუზებდი, ჩავრთავდი სუბტიტრებს. ჩემთვის ყველა სიტყვა ნაცნობი იყო და ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა, რაში იყო საქმე. როგორ შეიძლება ყველა სიტყვა იცოდე და მაინც ვერ ხვდებოდე რას ამბობს სპიკერი. ძალიან ხშირად ის ინგლისური, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ და გვასწავლიან, არ გავს იმ ინგლისურს, რომელიც გვესმის native speaker-ებიდან, თუნდაც ფილმებიდან, ან რეალური ადამიანებიდან, ენის მატარებლებიდან. მიზეზი არ არის ლექსიკა გრამატიკაშია, არამედ წარმოთქმაში. წარმოთქმა კრავს სურათს. როდესაც ენას ვსწავლობ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ უცხო ენაზეა საუბარი, მე მინდა ვისწავლო ის თუ როგორია, როგორი სახე აქვს ამ ენას ორიგინალში. ხო? ჩვენ ხო არ ვსწავლობთ ინდური ინგლისურს, ან ჩინური ინგლისურს, ჩვენ გვინდა ვისწავლოთ ინგლისური. არც ქართული ინგლისური არ გვინდა ვისწავლოთ. აი ინგლისური როგორიც არის, როგორც ჟღერს, ბუნებრივ გარემოში. დაიწყე წარმოთქმაზე მუშაობა და ნახავთ, რამდენად გაგიმარტივდებათ საუბარი და მოსმენა.